ჩემი პირველი კომპიუტერი საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში 29 ზესტაფონელი მოსწავლეს სხვადასხვა სკოლების საბაზო საფეხურიდან საკუთარი ნიჭიერებისა და განსაკუთრებული წარმატების წყალობით პირველი კომპიუტერის მფლობელი გახდა. ეს მოსწავლეები გახლავთ ისინი, ვინც საბაზო საფეხური დაამთავრა სრულ 10-ზე, ეს საკმაოდ ძნელი მისაღწევია. 3 წელი მე-7, მე-8, მე-9 კლასი დახუროს ბავშვმა სრული 10-ით, ყველა საგანში იყოს წარმატებული ძნელია, მაგრამ ეს შეძლეს ჩვენმა მოსწავლეებმა, შეძლეს იმ პასუხისმგებლობით, ჩვენი მასწავლებლების პროფესიონალიზმით, რომელ სკოლებიდანაც ისინი არიან. მე მინდა მიულოცო სკოლებს წარმატებული მოსწავლეები, მინდა მიულოცო მშობლებს, მასწავლებლებს, მიხარია რომ ჩვენ რაიონს ყავს ესეთი წარმატებული მოსწავლეები. ქუთაისიდან დაბრუნებული დასაჩუქრებული მე-9 კლასელები რესურს ცენტრში მიიღეს, სადაც მათ შემდგომი კონტაქტების გაღრმავების მიზნით ერთმანეთის გაცნობის საშუალება მიეცათ. დღეს ჩემთვის უბედნიერესი დღე, რადგანაც მივიღე ასეთი საჩუქარი და მე ამას მარტო ვერ მოვახერხებდი, რომ არა ჩემი პედაგოგების დამსახურება. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს პირველ მასწავლებელს, ციცო გურეშიძეს, ასევე ჩემს დამრიგებელს, ზია კელენჯერიძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც მაწვდი და მე ამომწურავ ინფორმაციას ამა თუ იმ საგნებზე. მათი მეშვეობით ვარ სწორედ აქ და მივიღე ეს წამახალისებელი საჩუქარი, რისთვისაც ძალიან გახარებული ვარ და რითვისაც ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი როგორც ზესტაფონის რესურს ცენტრს, ასევე სახელმწიფოს საერთოდ. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან დიდი სტიმული მომცა ამ საჩუქარმა და შევეცდებით გავამართლო ეს მე და მომავალშიც. თქმა დიდი სტიმულია, რომ უფრო გავაგზელო კარგად სწავლა და უფრო მეტი გავაკეთო და ძალიან დიდი მადლობელი ვარ და იმედია უკეთესიც იქნება და მედალოსადაც გავალთ. იგივე ბავშვები ვინც ვართ აქ. მოზარდების სიხარული მათმა უახლოესმა ადამიანებმაც გაიზიარეს. გახარებული ვარ, ბედნიერი ვარ, შვილიშვილმა გამიმართლა, წარმატებული არის და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვარ. ემოცია არის დადებითი. მე ულოცავ ყველას, უსურვებ მომავალ წარმატებებს. ქუთაისში მიღებაზე მოსწავლეებისათვის უფასო ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. აბიტურიენტებისათვის პლასტიკური ბარათების დარიგების პროცესი დაწყებულია. კურსდამთავრებულები ბარათებს თავიანთ სკოლებში იღებენ. მასზე დატანილი ყველა ის მონაცემი, რაც აბიტურიენტს საშუალებას აძლევს გაიგოს გამოცდის დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი. ის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად არის მთავარი დოკუმენტი, რაც აბიტურიენტს გამოცდაზე შესვლის უფლებას აძლევს. მეხუთე საჯარო სკოლას წელს 72 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაგან 50-ს აბიტურიენტის სტატუსი აქვს. აბიტურიენტთა ბარათები 2-3 დღის უკან მოგვივიდა რესურს ცენტრში, ამოვიტანეთ. ბავშვები ინტენსიურად მოდიან, ყველას მიაქვს თავისი ბარათი, ამჟამად სულ 3 თუ 4 ბარათია დარჩენილი და ესენის დღეს გაიცემა. ყველა ბავშვს, ვინც შეავსო ეს ბარათები, ყველას ინფორმაცია ემთხვევა თავის არჩეულ ინფორმაციას და ამ მხრივ პრობლემები არ შექმნიათ. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, 72-მა ბავშვმა დაამთავრა წელს მეხუთე საჯარო სკოლა, მათგან 62 გავიდა საატესტატო გამოცდებზე. საატესტატო გამოცდების შედეგებით ვართ კმაყოფილი, რადგან მხოლოდ ერთი ბავშვი ჩაგვიჭრა, ისიც ერთ საგანში. დანარჩენმა ბავშვმა ყველამ წარმატებით გადალახა ბარიერი, აგრეთვე ყავს ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელი ბავშვები, რომლებმაც ძალიან წარმატებით ჩააბარეს საატესტატო გამოცდები. ის აბიტურიენტები კი, რომელთაც წინა წლებში არ გაუმართლათ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სტუდენტები ვერ გახდნენ, პლასტიკურ ბარათებს რესურს ცენტრში მიიღებენ. საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი 8 წლისაა. კლუბის დაარსების ისტორიაში მერვე წელი გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობითა და სუპერთასით დაასრულა. ამასთან საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში ზესტაფონი მესამე კლუბია დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შემდეგ, რომელიც სამივე ჯილდოს ფლობს. 8 წლის განმავლობაში ზესტაფონმა ორჯერ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის დაცვა. 2008 წელს კლუბი დავით ყიფიანის თასის მფლობელი გახდა, ხოლო 2011 წელს მის ტიტულებს სუპერთასი მიემატა.
პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩვენ კომაკს მიულოცო ჩემპიონის ტიტულის დაცვა. საერთოდ ამბობენ რომ ტიტულის მოპოვებაზე უფრო რთული ტიტულის დაცვა და საბედნიეროდ ჩვენ ეს მოახერხეთ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოხდა ეს ყველაფერი. ასევე მინდა მიულოცო ჩვენ კომაკს ის რომ ჩვენ საქართველოს სუპერთასის მფლობელებიც გავხდით და ამ სუპერთასის მოგებით გავხდით საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში მესამე კლუბი, რომელმაც ასე ვთქვათ სრული კომპლექტი ჯილდოების სრულ კომპლექტზეა საუბარი. სრული კომპლექტის კავალერი გავხდით მესამე ასე ვთქვათ. თბილისის დინამო და ვიჯორჯიამ მოახერხეს ეს აქამდე მხოლოდ და მხოლოდ არც ერთ სხვა კლუბს ქართულს სამივე ჯილდო ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი აქამდე არ მოუგია ამ სამეულის გარდა. კლუბის წარმატებებთან ერთად გუნდის მესვეურებმა შეძლეს ზესტაფონის საფეხბურთო არენა ერთ-ერთი გამორჩეული ყოფილიყო, სადაც მთლიანად შეიცვალა მინდვრის საფარი დამონტაჟ და პერსონალური სავარძლების ადრენაჟი და მორწყვის სისტემები. ზესტაფონი ქართული კლუბების ისტორიაში ასევე ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც სრულყოფილ სპორტულ ბაზას ფლობს. ალბათ ყველას კარგად ახსოვს, რომ სულ რაღაც 8 წლის წინ ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი ალბათ ყველაფერს გავდა საფეხბურთო არენის გარდა. ამ პერიოდში სტადიონზე გაკეთა ძალიან ბევრი რამ, შეიცვალა საფარი პირველ რიგში. დამონტაჟდა პერსონალური სავარძლები, დამონტაჟებულია თვითონ მოედანზე მინდორში უახლოეს ტექნოლოგიების სადრენაჟო და მორწყვის სისტემები, როგორც მოგეხსენებათ, განათების სისტემაა დამონტაჟებული. რა ვიცი, ძალიან ბევრი რამე, ინოვაცია, დანერგილი საფეხბურთო ცხოვრებაში, ზესტაფონის საფეხბურთო ცხოვრებაზე მაქვს საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, შენდება კლუბის ბაზა, რომელზედაც საკმაოდ სერიოზული კაპიტალდაბანდებებია უკვე განხორციელებული და სულ მალე ეს ბაზა სრულყოფილ საბოლოო სახეს მიიღებს. კლუბი მთელი ქალაქის ჩვენი გულშემატკივრების თანადგომით იღწვის იმისათვის, რომ ზესტაფონი ერთ-ერთი ნათელი წერტილი ვიყოთ ქართულ საფეხბურთო რუკაზე და ამ მიმართულებით გარკვეული ასე ვთქვათ წარმატებების გვაქვს, ორგზის ჩემპიონები ვართ ქვეყნის, თასის მფლობელები 2008 წლის, სუპერთასის მფლობელები 2011 წლის. ახლა ალბათ უკვე ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის დროც მოვიდა. ჩვენ ევროტურნირებში მონაწილეობით არასდროს არ შეგვირცხვენია არც ჩვენი ქალაქი და არც ქვეყანა, თუმცა ალბათ რაღაც ახალ ეტაპზე, ახალი სიმაღლის დაპყრობის დროც მოდის და იმედია, რომ საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის კარსაც მალე შეაღებს. ზესტაფონი ახლა ევროტურნირებში ასპარეზობისთვის ემზადება. 24 ივნის კლუბი საკონტროლო შეხვედრას შინ ჩაატარებს. 26-ში კი ზესტაფონი ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 4 სპარინგ შეხვედრას გამართავს. ამის შემდეგ ის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.